სულიწმიდა ღმერთი გარდამოდის და იწყება ეკლესიის არსებობა, ოღონდ სულიწმიდა ღმერთი არ გარდამოდის, აი ესე როგორ ვთქვა, ადამიანებზე როგორც რაღაცა ენერგია, რომელიც საერთოდ გადმოვიდა ჩვენზე. ის ახდეს ადამიანების პერსონიფიცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ჩვენ რომ მაგალითად ვეზიარებით ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ჩვენ მისტიკურად ვუერთდებით ქრისტეს განღვთობილ სხეულს. შეუერთდით მას. მაგრამ არ ხვდებით დეტერმინირებულნი, ანუ თავისუფლებას არ ვკარგავთ. რატომ? იმიტომ რომ სულიწმიდა ღმერთი პერსონიფიცირებულად გადმოდის თითოეულ ადამიანზე. ეს ძალიან კარგად ჩანს ისევ გამოცხადებაში წმინდა წერილში. და თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას გახდეს ღვთისტაძარი. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ცოცხალი ორგანიზმი რო ფუნქციონირებდეს, მისი თითოეული უჯრედი ცოცხალი უნდა იყოს და ჯანმრთელი. ასევეა ეკლესია როგორც მისტიკური სხეული რომ ფუნქციონირებდეს და ცოცხლობდეს, მისი თითოეული წევრი უნდა იყოს თავად ტაძარი ღვთისა და მასში სულიწმიდა ღმერთი უნდა ღიებდეს და ის აცოცხლებდეს ადამიანს.